სონღულაშვილმა, სოფლის მეურნეობის კორუმპირებულმა მინისტრმა, რომელიც სოფლის მეურნეობის ჭამით არ კმაყოფილდება, ჯერ კახეთის შეჯამა ყველა გრანტი წაიღო კახეთის განვითარებაზე და ის რომ საქმეზე მოეხმარებია ნახევარი მაინც, ეხლა გაასწრებდა ჩვენი კახეთი შვეიცარიის რომელიმე განვითარებულ კანტონს. დიახ. ეს ყველაფერი სახში წაიღო, მე გადავიდა ჰესების მშენებლობაზე, გადავიდა არაბებისათვის კორპუსების მშენებლობაზე, დაიწყა მინისტრობას და მოკლედ კარგად წველავს სახელმწიფოს და ქვეყანას და ყველა თქვენგანს და ახლა უკვე დაადგინეს რა თქმა უნდა ეს ივანიშვილის ნებითა და განკარგულებით და მისი ნება უკვე კანონია და პოლიტიკაა საუბედუროდ, რომ არ ჩაიბარებენ ღვინის ქარხნები ყურძენს თუ მის გაშენებაზე სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვა არ არსებობს. თქვენ ხო წარმოგიდგენიათ ხალხო, სად მივდივართ და სად მივიდნენ? გაქანებული კოლექტივიზაციის, ბოლშევიზაციის წლებშიც კი არავის მოსვლია თავში აზრავს, რომ გლეხისთვის პირად მეურნეობაში გაშენებულ ყურძენზე მოეთხოვათ ან დაეწესებიათ სანებართვო სისტემა და პირიქით, როდესაც ეს ცნობილია არაერთი წყაროებით, როდესაც იოსებ სტალინს სჭირდებოდა განსაკუთრებული მაგარი ღვინო ან ჭაჭა თქვენ ან მსგავსი ასე ვთქვათ სასმელი ხშირად დასდგომიან ქართლში და კახეთში NKVD-ს ან უშიშროების თანამშრომლები, რომელიმე გლეხს და უთხოვიათ, რა თქმა უნდა, მოწიწებით, რა თქმა უნდა, ანაზღაურებით ის კარგი ღვინო, რომელიც მას გადანახული ჰქონდა კერძო მეურნეობიდან და ეს ისედაც ყველა ვიცით, რომ ოჯახის ღვინო, მიუხედავად იმისა, ეს ყურძენი სონღულაშვილის ნებართვით არის გაცემული თუ პაპამისის პაპის, ჯერ ვინ მისცემდა მაგათ ამ პრეროგატივას ვიმეორებ, ეს სრულიად ნოვაცია, სიახლეა ქართული ვაზის მინიმუმ 7000 წლიანი ისტორიაში, თუ მეტი არა. ხო და აი ეს კანონი შედის უკვე ძალაში. ეხლა რას მეტყვით, ჩემო კახელმო ნამდვილ ქართველმო. გაქანებულები რო გარბიხართ ყოველ არჩევნებზე და ყველა ხელისუფლებას აძლევთ ხმას გურჯანის თამადობით. სხვა რაიონებზე ხლა თლაც ცოდოს ვერ ვიტყვი, არის იქ ოპოზიციური მოძრაობები და საკმაოდ ძლიერი და ძარღვიანი. გურჯანი იყო ჩემი გაოცება ყოველთვის. აი ჩვენც რეიტინგის სპიკერზეც კი იმაზე ნაკლებ ხმებს ვიღებდით, ვიდრე ბოლნისში, დმანისში ან გარდაბანში ან მარნეულში. ვინ ჩავიდოდა და ეთყოდა